ქრისტიანი უნდა იცნობდეს ღმერთს. ანუ იგი უნდა იცნობდეს იმას, ვინც ირწმუნა. ეს მცნობელობა ღმერთის, ისე როგორც ადამიანის ცნობელობას შეიძლება პერიოდი ჭირდება, მაგალითად აი ცოლ-ქმარი დაქორწინდა, ხო? თუ რომ უყვარდათ ერთმანეთს, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და გადის წლები, რომ მათ ერთმანეთი გაიცნონ და შეიძლება სიბერისკენ მოხდეს. ასევე შვილი, რომელიც დედამ გააჩინა, ხო? თვითონ გააჩინა, მაგრამ წლები გადის, ათეული წლები, რომ ან საკუთარი შვილი გაიცნოს. ბოლოს და ბოლოს თუ ვინ არის ეს ადამიანი? ბუნებრივია, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ღმერთის ცნობელობაზე, აქ არის საუბარი უსასრულო განვითარებაზე, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს თუ არ დაიწყო, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ, ვინც არ იცნობს ღმერთს, რომელიც მასში პოტენციურად მკვიდრობს და უკვე რეალურადაც უნდა მკვიდრობდეს, ადამიანს აქვს შეგრძნება და განცდა საკუთარ თავში ცოცხალი ღმერთისა. და თუ ადამიანს აქვს საკუთარ თავში განცდა და შეგრძნება ცოცხალი ღმერთისა, მისი მსახურება ჭეშმარიტი ღვთისმსახურებაა, იმიტომ რომ მისი სიტყვა მადლით არის გამსჭვალული, მისი ლოცვა, მისი ევქარისტიული მსახურება განსაკუთრებულად მადლით არის გამსჭვალული, ანუ მისი ყოველი მოქმედება მადლით არის გამსჭვალული. და თუ ესე არ არის, მაშინ მისი ღვთისმსახურება ყალბია. ამიტომაც ძალიან დიდი პასუხისგებლობა გვადებს პირველ რიგში მღვდლებს და ერის ადამიანებს. ამიტომაც ამბობს იაკობ მოციქული, ნუ ყველა მოძღვრით. ახალ მოსულებს განსაკუთრებულად ეხება ეს, იმიტომ რომ ის რომ თეოლოგიაში განვისწავლებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლია შენ ღვთისმსახური გახდე, იმიტომ რომ ჯერ შენ გულში ქრისტე უნდა დამკვიდრდეს და ქრისტესთან ერთად მამა და სულიწმინდა ღმერთი. ეს საშიშროება ემუქრება ყველას, განსაკუთრებულად ახალმოსულ ადამიანს, რომელიც აღფრთოვანებულია და სამართლიანად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით, იმიტომ რომ ამაზე ლამაზი თეორია, ამაზე ლამაზი მსოფლმხედველობა, ამაზე ლამაზი ფილოსოფია არ არსებობს სამყაროში, მაგრამ ის თუ მხოლოდ ფილოსოფია დარჩა და ის პრაქტიკულ ღვთისმსახურებაში არ გადაიზარდა, მაშინ სიტყვა და გული წყვეტაშია ერთმანეთთან და ამ სიტყვას ნაყოფი არ გამოაქვს. პირიქით ხდება დისკრედიტაცია ღვთის სიტყვისა.